ბევრი დღის განმავლობაში კოალიციის ლიდერები იმყოფებოდნენ სამცხე ჯავახეთში, სადაც გაიხსნა 5 რეგიონული ოფისი და დღეს უკვე ეს ოფისი არის 30-ე. ამის შემდგომ უკვე ხვალაც გაგრძელდება ოფისების გახსნა. კოალიციის წევრები და ლიდერები გადაინაცვლებენ კახეთში. ჩვენთან ახლა იმყოფება ნიკა მელია, კოალიცია ცვლილებისთვის პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, ბატონო ნიკა. თქვენ ამ დროის განმავლობაში გიწევთ სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრა, ისმენთ მათ პრობლემებს. მთავარი რაც გამოიკვეთა, თქვენ რა გზავნილი მიიღეთ მოსახლეობის მხრიდან და რამდენად მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელიც უნდა მოვიდეს 26 ოქტომბერს. ძალიან დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებლებს, მივესალმებით მცხეთიდან. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ქალაქიდან, თუ სადმე დაიწყო ევროპული ისტორია, დაიწყო აქ და აქედან და რა თქმა უნდა განსაკუთრებით მივესალმები მცხეთელებს, მცხეთის რაიონში ცხოვრობილ ადამიანებს და ცალკე მინდა გამოყო ბუნებრივია და მივესალმო ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც ბევრი ცხოვრობენ მცხეთის რაიონში და ჩვენი მათი ღირსეული ცხოვრება, ჩვენი ვალდებულებაა და მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გავაკეთოთ და ვეცადოთ ყველაფერი, რომ ღირსეული ცხოვრების სტანდარტი გქონდეთ, მანამ სანამ ისინი დაბრუნდებიან უკან თავიანთ სახლებში. დიახაც, მცხეთა არის ქართული იდენტობა, მცხეთა არის ქართული კულტურა და ისტორიული წარსული არის ევროპული და ჩვენ გვინდა მომავალიც გქონდეს ევროპული, რომ არ იყოს წყვეტა საქართველოს წარსულს აწყოსა და მომავალს შორის. სამწუხაროდ აწყოში ბარიერს ქმნის ქართული ოცნების ხელისუფლება. ეს ყველაფერი დადასტურებულია მათი მიდგომებით, მათი პოლიტიკით, მათი განცხადებებით. შესაბამისად, აი თქვენ კითხვას რომ დაუბრუნდე, 26 ოქტომბრისადმი არის ძალიან დიდი ინტერესი, მინიმუმ 2-ჯერ მეტი გადაჭარბების გარეშე, მინიმუმ 2-ჯერ მეტი საზოგადოების ნაწილი არის მზად ცვლილებისთვის. მინიმუმ 2-ჯერ მეტი ქართული საზოგადოებისა არის მზად ცვლილებებისა. რა თქმა უნდა, მცირე ნაწილს ჯერ კიდევ სჭირდება გამხნევება, სჭირდება მუხტის შეტანა, სჭირდება დარწმუნება იმისა, რომ გამარჯვების შემდეგ ისინი გახდებიან თანამესაკუთრეები ამ სახელმწიფოში. განცდა მოქალაქეებს, ისინი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში უბრალოდ დაკარგულია, არის დიდი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, მათ ნებაზე არის ძალადობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ამავე დროს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ისტორიული შესაძლებლობაა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოვიყვანოთ მოსაბჭოთა სივრციდან და გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო რამდენიმე წელიწადში და ყველა თითოეულ ჩვენგან საქართველოს პასპორტთან ერთად გქონდეს ევროკავშირის პასპორტი, რაც გულისხმობს სიმდიდრეს ქვეყანაში, რაც გულისხმობს კეთილდღეობას, რაც გულისხმობს ბედნიერ მოქალაქეს. და ეს ძალიან ბევრ ადამიანს ესმის. თუმცა იმ აქტიურ ნაწილს საზოგადოებისა, ვისაც აღარ სჭირდება გამხნევება და ძალიან გაცნობიერებული აქვს, რომ რა ისტორიული არჩევნები გველოდება წინ 2 თვესა და 2 დღეში, კიდევ უფრო მეტი მუშაობა და შრომა გვჭირდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ჩვენ ახლა ზვერავს, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი გვაკვირდება, რამდენად სჯერა აქტიურ ნაწილს, მათ შორის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს. და მე მიხარია, რომ დღეს უკვე მცხეთაში გვაქვს ჩვენ კოალიცია ცვლილებების 4 ნომრის ოფისის საარჩევნო შტაბი, რომელიც მცხეთაში გამარჯვებისთვის იბრძოლეს. არა ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის, ეს უკვე შემდგარი ფაქტია, შემიძლია ასე აქვე გითხრათ, ვინაიდან მცხეთის რაიონში ძალიან ბევრი მაგ დამოშევარი და ვიცი რა გუნდია დღეს აქ შეკრებილი, ჩვენი ამოცანა ქართული ოცნების დამარცხება და წარსულს ჩავაბაროთ ესე ფეოდალური ტვინის მოწყობის ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია. ეხლა სამცხე ჯავახეთიდან მოვდივართ და იქ უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც არიან დაახლოებულნი ხელისუფლებას, რეალურად განცდა, რომ სამცხე ჯავახეთი, ანუ მესხეთი მაგალითად და ჯავახეთი ეკუთვნით მათ. და ეს ისტორია უნდა ჩაბარდეს. ეს სამწუხაროდ იქ სამცხე ჯავახეთში არ დაწყებულა ეს ტრადიცია მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში. ესეც უნდა ითქვას. წინა ხელისუფლების პირობებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მერე, რა თქმა უნდა, გახდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ამიტომ საზოგადოება არის გასათავისუფლებელი, აი ამ მანკიერი წენახისგან, მანკიერი მოჯადოებული წრე უნდა
გავარღვიოთ, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მოქალაქეებს გულისხმობ საკუთარი სახელმწიფოს ბატონ პატრონები და არავინ არასოდეს არც კი უნდა იფიქროს, რომ შეიძლება დაესაკუთროს სახელმწიფოს. კოალიციური მთავრობა არის ამისი გარანტი. კოალიციური მთავრობა გულისხმობს სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსს, გულისხმობს შეჯიბრობითობას უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გულისხმობს შესაძლებლობების გაათმაგებას. როდესაც შენ დღეს გაქვს რეალობა, რომ ქვეყნიდან ხალხი გადის, ხალხი რატომ გადის? ხო, უკეთესი ცხოვრების სტანდარტის საძიებლად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც სიცოცხლის უნარიანობა 10 წლით აღემატება საქართველოში ცხოვრებას. ანუ აქ თუ ცხოვრობს ადამიანი საშუალოდ 70 წელი პირობითად, იქ ცხოვრობს 80 წელიწადი. თუ მაგალითად უმუშევრობა არის აქ მაღალი, იქ არის დაბალი. თუ საშუალო შემოსავალი აქ არის ის რაც არის, იქ არის 5-ჯერ უფრო მაღალი და უბრალოდ შეუსაბამო არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ვართ, იმ რეალობასთან, რომელიც შეგვიძლია რამდენიმე წელიწადში გვქონდეს. ევროკავშირის გარები არის გაღებული ფართოდ, მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გასაწევრიანებად არის დროის საკითხი, ერთადერთი ბარიერია ივანიშვილის უბრალოდ განზე გასაწევი და სულ რამდენიმე წელიწადში სახელმწიფო საქართველოს იქნება ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში, სადაც ადამიანები, ბედნიერები, მომღიმარი იქნება. აქ ადამიანებს უკვე არაფერს აღარ უხარიათ. აღარ უხარიათ, იმიტომ რომ ცხოვრება ტანჯავს, ცხოვრების ხარისხი ტანჯავს. იმიტომ დილიდან ღამემდე ისინი ფიქრობენ, როგორ ანუ სახში საკვები და გამოკვებენ. ეს რეალობა არა და ძალიან ფართო შესაძლებლობები გაიხსნა, ის შესაძლებლობები, რომელიც მომდევნო 20-25 წლის განმავლობაში შეიძლება არ გახსნილიყო, მაგრამ გაიხსნა, ამას სჭირდება ხა გამოყენება, კაპიტალიზება, ისმევა კითხვა, გააყალბებენ თუ არა არჩევნებს, ვერ გააყალბებენ ამ არჩევნებს, ვერ გააყალბებენ, ვინაიდან ყველა, როდესაც დიდიან პატარიანად არჩევნებზე მივდივართ, ეს არჩევნები ვერ ყალბდება. ეს უნდა იყოს რეფერენდუმი დიდიან პატარიანად, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათზე 26 ოქტომბერს უნდა ვიყოთ საარჩევნო უბნებზე. ბიზინა ივანიშვილს დილის 8 საათზე საკუთარი ძალაუფლების დადება სასტორზე უწევს. მინიმუმ საღამოს 8 საათამდე ეს ძალაუფლება ივანიშვილის იქნება სასტორზე და ეს ძალაუფლება ხალხმა მისკენ უნდა წამოიღოს და უკან აღარ დაუბრუნოს. ამიტომ დროებით გამარჯვებამდე 26 ოქტომბრამდე წარმატებები თელ საქართველოს ამჯერად მცხეთიდან, მცხეთის რაიონიდან. დიდი მადლობა. გულისხმობთ პირდაპირ ეთერში ნიკ ამელიას ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის მიუხედავად შეეცდება, თუმცა ის ვერ შეძლებს არჩევნების გაყალბებას. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ახალის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. ამ წუთებში, როგორც უკვე გითხარით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები იმყოფებიან მცხეთაში, სადაც 20-ე რეგიონული ოფისი გაიხსნება და ამის შემდგომ უკვე ოფისების გახსნა გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებში, დამატებით 30-მდე ოფისი გაიხსნება და მათ შორის უკვე ხვალიდან ოფისები გაიხსნება კახეთში. მადლობა ნინი ბალანჩივაძეს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში მცხეთიდან, სადაც გაერთიანება კოალიცია ცვლილების